მებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიღებთ Wanted Bannerlord-ის მსგავსი თამაშის მეორე ეპიზოდს. ზუსტად არ ვიცი მეგობრებო, ის აკაუნტი არის, რომელიც მგონია თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ ვაგრძელებთ ერთი წამით. კი იგივე არის. აი მეგობრებო, ესეთი ჯარისკაცი თუ გეყოლებათ, მეგობრებო, ანუ სავარაუდოდ ეს სცენა თქვენ წინა სერიაში თუ გაქვთ ნახურები, ნანახი გაქვთ, მაგრამ აი ზოგადად აი დიდი ხანი რო არ შედიხარ ერთი და იგივე აკაუნტში, ხურებად რო ანუ უკან ბრუნდება და რაღაცები გაგდება, ამის გამო დაკლებული ვარ და ამის გამო ბოდიშით არ არის ჩემი ბრალი. მარა უკნა კომენტარები არ დაიწერა, ამის გამო გადავწყვეტე რომ ერთ-ერთ სახელმწიფოს შევუერთდე ჩემი ნებით, იმიტომ რომ არ მიწევს კომენტარებში. მაინტერესებს ხა ომში თუ არ ვინმესთან, რა თქმა უნდა ვარ. ესე იგი მე მინდა საფრანგეთის მეფე რო ვიყო. საფრანგეთის მეფე, იმიტომ მინდა რომ საფრანგეთში ვერთდები. პოლონეთი სად არის? პოლონეთი რა შვება? პოლონეთი როგორც ყოველთვის რუსეთს ებრძვის. საფრანგეთი აქ არის. გერმანია. თავდაპირველად შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ჩვენ ვართ ამ ეტაპზე 24 გამომწერზე და მე გადავწყვიტე რომ დავდო ერთი თამაშის შესახებ, რომელიც ეხება მანქანებს. შეკეთებაზე არის რა მეგობრებო და მაგ თამაშის გადაღებას როდესაც დავიწყებ, იმედი მაქვს რომ მაგით უფრო დაგაინტერესებთ. და იმათი მეფე არის, რა ქვია. ყავისფრები. აღარ მახსოვს რომელიც არის, მაგრამ ფაქტია მაინც მოვიგებ, გინდა. კაილუთიც დამჭ. 6 ლეველი რანაირად დავიმატე პირველ. ლეველებიც. კაი, ყველაფერს მოვამატებ მაშინ. აქაც მეგობრებო, ვინც აიცოდით, აი ამას ვაძლიერებ, უფრო და უფრო მაღალი ტიერის ჯარისკაცები აკავს. ეხლა პირდაპირ არ შემეძლება მე ეხლა უმაღლესი ჯარისკაცები ავიყვანო, მაგრამ შემეძლება მაღალი დონის მებრძოლები ავიყვანო. ვაჭრობას გავუზრდი აქ. ყველაზე მეტად მედიცინაში რა თქმა ძლიერებს ხა ქიმიებს გავაძლიერებ. ეს არის მედიცინის დარგი. არა დარგი, მეურნეობა. თავდაცვა, ხო რა, კავალერის ტოფას. მგონი შვილი არ მაქვს. კი არა ეს. ახლა გავაძლიერე. არა უშავს. ეს გავაძლიერებ ახლა მე აქ. კაი. ასე თუ ისე მეგობრებო გავძლიერდი. ესენი გაძლიერდნენ. ეხლა მეგობრებო აქ ისე უმეტესი არის. ვინც პირდაპირ უკვე იმაზე არა, დამაქსულებზე. ზოგი არა, ნახეთ. წამოინებით გავაძლიერე. 5 ეს მყავს, 1 ეს ერთი მეყოლება და ესეც 2. აი ეგ დაიღუპნა, ჩვენით გაცმოვდა და ცოტა დავიბენი. ой მე ლუთი ხა მე ისეთი არაფერი მე შეამსად საამაყო, მაგრამ სულ არაფერს ხმა ჯობიაო.
ჩაფხოდეო ვაფშე არ მქონიაო არ მიხსება მაგრამ ვინცავს აქ რატო შემოდი არ ვიცი უნდა გამიყიდა ეს და მეყიდა ჯარი ან რას მეუფრო პირდაპირ დამახსოვრებსაც ვხედულობ უკვე რა კაია შემძლებია თურმე აბა რაღა თავს ვიწუხებდი აქ კაი მაშინ ვიყონე მე 5 კაცი ყველა მებრძოლია მაგრამ არა უშავს მეფე გავიდა ეხა ვინ იყო საწავიდა ის ლორდი მგონი თუ მეფე არა ჯონს მეფე ციხის მეფეში მანდ არ ყოფილა სადაა ძმა საფრანგეთის მეფე იყო ტვინი ეს აიღეს მეგობრებო წინაზე მაგრამ რადგან დიდი ხანია შემოსულა როგორც გითხარით დრო უკან გადაიხვია და პრობლემები შეიქმნა და ის ყავისფერები არაფერები რომელიმე სახელმწიფოს დაარტყან შემთხვევით და იმასაც გიცოდა ელას ღანდარავებით შოთა შანსი არ მაგც პოლონელები დებილები რასაც სამი კაცია აგერც მოვიგე რა თქმა ჩემი პირველი სოფელი გავმეფდი ლუთში არაფერი უბრალოდ ნაგავი შუდოსნები მჭირდება თან საკმაოდ ბევრი მე უფრო გამჭირდება მაგრამ თავიდანვე კარგი ჯარიშკაცებს რასე ჯობია კაი აღარ მომდის და ჯარი გასაძლიერებელი მყოლია ეს მყავს ეს დასამაქსი 1 3 4 კაცი მყავს დასამაქსი ბაშტი სულ ყველა დამახსოვრული მყავს რა კარგია ჩურჩხელა რა კარგია თათარა მამიკოსაც უყვარდა როცა იყო პატარა ეს მუსიკა იცის მეგობრებო ის მომღერალია ტიპი რაც მაშევარდა ეგრევე ძალიან მეწყინა ვიჩის გოგისლერები ხამარტო იმიტომ რომ სიცოცხლეება რა თქმა არ ვიცი მართლა გოგისლერდი კარგია უკვე აქ ვფიქრე თან მე ვარ ეგერთი და კავალერისტი არა ყვახი კიდე
ეგ ის სასიკვდილო დიჭრა. ეგიც მარტო რატან დაბადალი. ვაჰ. მეგობრებო, მე საერთოდ არ ვიქცევი ახლა დებილივით, ვიცი მოვიგებ. მარანაირად აბა. Bro, damn. ეგენი გამოჯამრთელდნე. მეგობრებო, ვიცი ახლა ვიქცევი ზედმეტად სულელივით, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ამათ რო არ დავარტყა ჩემ ჯარებს აოხრებენ. ტინა მიდი გთხოვ ტინი. კარგი რა. შეიძლება მსგავსი იდიოტობა მე მეზიზღება ეს თამაში. მე რამდენჯერ უნდა მოვკვდე. მათიანი კაცი მოკლეს. ერთი კავალერისტიც არ მღავს. ეგი და აღარა. მადლობა ამ თამაშს ძალიან გამახარა. მინდა ვაღიარო, რომ ვაფშე არ დავმარცხებულ ვარ ამ ბრძოლაში. ჩემ და სამწუხაროდ. მეგობრებო, ეს ასე ვთქვათ, გვარდიის რაღაც ვერ ვიხსენებ მეგობრებს, ხაც ამის წამოწყება. ეს კლანი რო დავაარსე, მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ბოლო სერია, იმიტომ გავნადგურდი. და ხო, ამ გვარდიაზე, ვიდეოებს აღარ დავდებ. მადლობა რომ მიყურებდით, მადლობა რომ მისმინთ და ნახულობთ ჩემ ვიდეოებს 2 წამი მაინც. გემშვიდობებით, ნახვამდის.